ახალციხეში კედლით შემოსაზღვრული სომხურის სასაფლაოს ეზოს ერთ-ერთი მონაკვეთი გადახრილია. დაზიანებულია უშუალოდ კედლის ნაწილებიც. ქვები ჩამოშლილია და რეაბილიტაციას საჭიროებს. როგორც ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჰამბარცუმ ბაბოიანმა 27 მარტს გამართულ საკრებულოს ხდომაზე განაცხადა, კედელი არის ავარიულ მდგომარეობაში და იკითხა მიმდინარე წელს იგეგმება თუ არა მისი რეაბილიტაცია. ამდენად არის გათვალისწინებული გამოსახურების გაგრძელებას ქუჩას, ანუ სასაფლაოს კედელი, სომხურის სასაფლაოს კედელი და ნიკოლაძეს ქუჩა ისე მანდ ახლოს არის ნიკოლაძეს ქუჩის კედლის გაგრძელება 58 მეტრი იყო დარჩენილი თავისი გზით. რაც ეხება კედელს, კედელი არის ამავე მდგომარეობაში, როგორც ნიკოლაძეს კედელი და სასაფლაოს კედელი. სწორედ ეს კითხვა გახდა ქართული ოცნების დეპუტატებს შორის სავარაუდო ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი. როგორც ჩვენს მედიას არაერთი დამოუკიდებელი წყარო უყვება, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჰამბარცუმ ბაბოიანი ამ კითხვის დასმის გამო დაისაჯა და მას ხდომის დასრულების შემდეგ ჯერ მერმა ვარლამ ციკლაურმა უსაყვედურა, ხოლო შემდეგ საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელი კარლენ მანასიანი მანქანაში ფიზიკურად გაუსწორდა. საუბარია პირზე, რომლის წინააღმდეგაც ძალადობის ბრალდებით 2016 წელს საქმე იყო აღძრული. იმ პერიოდში მანასიანი ახალციხის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ჩვენ პროცესში მონაწილე ყველა პირს დავუკავშირდით. მანასიანი ჩვენთან საუბარში ბრალს უარყოფს და ალოგიკურს უწოდებს. საკუთრივ ბაბოიანი კი ჩვენთან კომენტარს არ აკეთებს. მერი ვარლამ ციკლაური ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა და დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ჩვენ ასევე ვცდილობთ დაუკავშირდეთ საკრებულოს თავმჯდომარეს საბაკ ბილაშვილს, თუმცა იგი ჩვენ ზარებს არ პასუხობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი გვეუბნებიან, რომ ჯერ საკომენტარო არაფერი აქვთ და სიახლის შემთხვევაში თავად დაგვიკავშირდებიან. რაც შეეხება სომხურის სასაფლაოს კედლის რეაბილიტაციას, როგორც საკრებულოს ხდომაზე, ახალციხის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა ქეთევან თედორაძემ ბაბოიანს საკრებულოს ხდომაზე უპასუხა, კედლის რეაბილიტაცია ჯერ არ იგეგმება. არის საერთოდ კედელი ნიკოლაძეს ქუჩის კედელი საფრთხელი მაგის პროექტი არის და იმის მეორე სასაფლაოს კედელი. მეორისა, ტექნიკური დავალება არის ინფორმაციას გაგზავნის საპროექტო ორგანიზაციას ამ ეტაპზე. პროექტი არ აქვს.